ეს ბოლო პერიოდი მატებაზე ვიყავი, თვენახევრის წინ 86-87 კილო ვიყავი. დღეს უკვე 78 კილო ვიწოდო. იგივე რომ ფორმა გავაკეთო ზაფხულისთვის. 75-73 კილოზე რომ ჩამოვიდე, ალბათ კარგი ფორმა იქნება. შევხედავთ. ნახშირწყლების ჭამა შევამცირე. ცილა დაახლოებით იგივე დავტოვე, რამდენსაც ვიღებდი. ჯერჯერობით კარგად მიდის პროცესი. მე საერთოდ მატება მიჭირს და მიადვილდება ზონის კლევა. ისე რომ ფიქრობ, უნდა გამოვიდეს კარგი ფორმა. ვარჯიშის სტილი როგორც ყოველთვის აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე 1-2 სეტი until failure რომ იძახიან. ანუ ბოლომდე რო აწვევი რომ აღარ შეგიძლია და ერთ-ორ გამეორებას რომ ძალას ატან. სწორედ ესე დროს მოდის პროგრესი. აიძულებ კომს რომ გაიზარდოს. როცა კომფორტულად ვარჯიშობ, კომფორტის ზონაში როცა ხარ, პროგრესი არ ხდება. პროგრესი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დისციპლინირებული პიროვნება ხარ. ყველას სწრაფად უნდა შედეგი. ეს კი ესე არ მუშაობს. შედეგს და წარმატებას დრო უნდა. სწორი მუშაობა და დრო. რატომ არის ვარჯიში კარგი? ვარჯიშით გიყალიბდება დისციპლინა. ეს მხოლოდ სპორტში არა, მთლიან ცხოვრებაში გეხმარება. უფრო მიზანდასახული ადამიანი ხდები. უფრო სერიოზული. პასუხისმგებლობის გზნობა გემატება. დამოკიდებულებები კლავს ადამიანის თავისუფლებას. ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშები. ეს ყველაფერი ფიტავს ადამიანს. და რჩება სიცარიელი. ადამიანს აღარ რჩება მისწრაფებები.
ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ იმ მომენტებისთვის. თუმცა ცხოვრება ბევრად მეტია ვიდრე ის მომენტები, რომელ მომენტებშიც ესეთი ხალხის ხარჯზე სხვა უფრო ასე ვთქვათ სათავისოდ ჭკვიანი ბოროტი ადამიანები წარმატებას აღწევენ. როცა იხსენებ საკუთარ თავს 1 წლის წინ, თუნდაც 9 წლის წინ და ფიქრობ, რომ ეხლა უფრო განვითარებული ვარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სწორედ შენ ხარ პასუხისმგებელი საკუთარ მომავალზე. შენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებით იხატება საერთო სურათი.